მე ვარ ირაკლი და ეს არის შაკო. ეს არის ჩვენი რობო არ ვიცი რა. Dog. ესე იგი. შაკო გაკავია. შაკო სადაა? კარსულაში. აგე შაკო. საწავიდა. ამის გული. ვარ ვიცი. სადუშო. კაი. რისი ესე იგი ჩვენი რობოტი არის 4 კიდურიანი რობოტი, რომელსაც აქვს თითოეულ კიდურზე კიდევ ბორბლები. ესე იგი ეს შაკოს ხმაა? ჩვენი ორივე პროექტები შარშან ჯუნიორებზე იყო მთლიანად ელექტრომოწყობილობები. იმის იყო ანტენა სხვადასხვა სიჩქარეების და ჩემი იყო 3D კუბი, რომელიც გამქონდა რაღაც გამოსახულებები. და ორივეს გვინდოდა რომ წელს გავუკეთებინა რამე ელექტრომექანიკური. რაც აქამდე არ ქონა გაკეთებული. და ელექტრომექანიკურზე ხა ყველაზე ისეთი რაც ახსენება რამე რობოტი. და თავიდან ვიდეო იყო რომ რაღაც რობოტი გავუკეთებინა. ამ კონკრეტული რობოტის იდეა მოვიდა რაღაც რილსიდან, რომელშიც იყო ესეთი 4 კიდურიანი რობოტი. ჩვენ ვთქვათ კიდე ბორბლები. მე ამბობთ რომ ფეიქი ვიდეო იყო და ეგეთი რაცა ეგ რობოტი არ არსებობდა ვიდეოში, მაგრამ ჩინელები. იმდენ როგორც კონცეფცია რომ გადავწყვეტ რომ რაღაც ჩვენი ვერსია ცოტა გამარტივებული აქვს. ეს აუცილებლად გავუკეთებთ. ხო. რაღაც სურათები მქონდა მარცაში მქონდა. ესე იგი ვეცდები ხარ რაღაცებიდან ყველაზე შელოგზა იყო ფოტოების შენახვის რაც მიიღოს. ხო. ესე იგი როგორც ვითხარით, ეს არის პროსტა 4 კიდურიანი რობოტი. თითოეული კიდური არის 2 სერვერი მართული და ბოლოში აქვს ჩვეულებრივი DC ძრავები, იმისთვის რომ ბორბლები აწევოს. ბევრი ვარიაცია განიცადა ამ რობოტმა დროთა განმავლობაში. თავიდან ცოტა სხვანაირი კონცეფცია იყო, მე ცოტა სხვანაირი. ან თავიდან იყო რომ ყოფილიყო რობოტ-ძაღლი ბორბლებით. მე დავფიქრდით და ვიფიქრეთ რომ ვინაიდან ან უფრო მოგვეჩვენა ოპტიმალურ ვარიანტად რომ 4-ვე კიდური მოხრილიყო მუხლით წინ. და დავფიქრდით და ვიფიქრეთ რომ ეგეთი ცხოველი ერთადერთი არის სპილო და უნდა ყოფილიყო რობოს სპილო. მაგრამ მე რესერჩი რომ გავაკეთეთ აღმოჩნდა რომ ყველაზე ოპტიმალური არის როცა ბორბლების ან მუხლები იხდება აი ასე. ერთ გარეთ ორივე მხარეს. და ბოლოს გამოვიდა ხო კიბორჩხარა გამოვიდა იდეაში, მაგრამ თვალები რო გავუკეთეთ მე ბალანს გავს. ძალიან უცნაური კონცეფცია არის ამბობ, მაგრამ დადის მოკლედ. რაღაცა არის. სახელს დარქვა მაგითო გავუსვი. ჯამში ზოოპ. ჯერჯერ სახელი არის და ვარიანტები მოგიწევს. ხო, ეხლა მექანიკურ ნაწილს რაც შეეხება. თავიდან მქონდა ცოტა სხვანაირად გაკეთებული. ქვევით უნდა ქვევით სხვა ძრავები გამოვწერეთ, რომლებიც დაგვიწვა, იმიტომ რომ რედუქტორები არ ქონდა და მე მოვწერე რომ რედუქტორიანი ძრავები გავკეთებინა, რომელიც აქ კარგად ჩანს ხამ სურათში. მოიცა უკეთ სურათებიც მქონდა რაღაცა. აი ეს. აი ეს მექანიზმი არის, რომელიც პროსტა შეერთებული არის ძრავი რედუქტორი და ბორბალი არ არის განსაკუთრებული. DC ძრავები არის, რომელიც იმართება IP2 IET2 ამით რა ქვია H bridge-ით. თითოეულ მხარეს მარჯვენა მხარეს ცალკე და მარცხენა მხარეს ცალკე. ტანკის სისტემით არის ან მარჯვენა მხარეს ცალკე მართავ პულტით და მარცხენა მხარეს ცალკე. მოტრიალობა და ყველაფერი ეგრე კეთდება. ფეხებსაც შეეხება 2 თავისუფლების ხარისხი, შესაბამისად 2 სერვო აქვს. მოხვევა ხდება ქვედა ბორბლებით და სიარული და ასე შემდეგ შეუძლია ფეხებითაც. ან იდეა მთავარი რაც არის აი რომ ფეხებით სიარულის და გორვის ბორბლებით გორვის პრავი რაც დრაივის
უმრავლესობები გაგვერთიანებინა ერთ რობოტში. ჩვეულებრივ სწორ ზედაპირებზე როგორც მაგალითად იატაკი არის იულის ფორმულებით და როდესაც რაც გაუჭირდება ქვებიანზე ან ქვიშაში ან სადღაც რომ მოხდება, ჩავუთავ ფეხებით სიარულს და ფეხებით სიარულზე გადაივლის იმ კონკრეტულ ადგილს, რასაც ფორმულებით ვერ გაივიდა. ხო, ძირითადი ტექნოლოგია ელექტრულ ნაწილს გავხსნი. ყველაზე შემოსაქციელია მართლა. აი ეს. აი. ხო. აურა ხდება ჩემი კაი. თავი ეს იყო პირველად მესამე ვერსია არის, სადაც ეს უკვე ელექტროობს. ანუ თავიდან თვითონ ეგრე გაკეთებული რომ აი ეს ESP არის, რომელიც არის power twin-ი, რომელიც მართავს ყველაფერ დანარჩენს. ეს 25 კილოიანი სერვოები არის, რომლებიც მართვან ფეხებს. შესაბამისად, ბატარეა სურათები არ მაქვს, აქ ჩანს კარგად. ჩვეულებრივ დრონის ბატარეა არის ტიპო და 3 ესია 12 ვოლტი. მათთან წამოსული ძაღლი მიდის პირდაპირ ქვედა ძრავებში, ის ძრავებში ისინი 12 ვოლტიანი და ყველაფერი დანარჩენი მუშაობს 5 ვოლტზე და ესენი იყო სერვები მაქსიმუმ 6 ვოლტამდე. და თავიდან მქონდა ეგრე რომ ერთი ცალი DC-DC კონვერტერი მქონდა, რომლიდანაც მოდიოდა ძაღლი ყველაფერ დანარჩენში. და ეგ არ ყოფნიდა დენი მაქედან წამოსული ამ 800 ევროს და კიდე ელექტროობას და მაგიტომ მოგვიწია რომ ორი ცალი DC-DC კონვერტერი გავაკეთებინა. ერთს მიაქვს მარჯვენა მხარეში, მეორეს მარცხენა მხარეში დენი. და პატარა DC-DC კონვერტერი გვაქვს კიდე, რომელიც Arduino-ს და ESP-ს ყვებავს, ისე ვთქვია, receivers და ასე შემდეგ. ხო, იმის გამო რომ გაყოფა მოგვიწია ყვებების, ეს არის აი შუაშუა ცენტრში პლატა არის, ორი ცალი. აი ეს ლურჯი. ესენი არის i2-ით ამას უერთდება 12 ცალი სერვოძრავი და i2-ით შეგიძლია მართო მე ამ პლატით 12 ძრავი. მაგრამ რადგან დენია, ანუ ამაზე მქონდა თავიდან შეერთებული 8 ერთ ცალზე. მაგრამ რადგან მოგვიწია რომ დენი გაგვეყო, ამიტომ საჭირო გახდა ორი ცალი კონტროლერი. ერთზე არის მარჯვენა მხარე შეერთებული, მეორეზე მარცხენა მხარე. და მისამართებით უგზავნი მე ამათ შესაბამისად რომელ ძრავს კიდე რომ ესაუბრა. ეხლა ყველაზე ისეთი challenging ნაწილი თუ რავი საინტერესო და სასწავლო ნაწილი რაც იყო ამ პროექტის ეგ არის რაუნდ 3. აგერ. Universe Kinematica არის ყველაზე ნაწილი, რომელსაც რობოტი რამის უაწყობ, პირველ რიგში ეს ტრანსფერს ეჯახები რა. ვინაიდან თუ აქვს სერვერები, რომელსაც იცის კუთხე მოხრის. თითოეული იმედია საგებად ხატია, არ ვიცი. ან რაღაც ალფა კუთხე არის ერთი სერვერი, რომელიც აყენია ამ კუთხეში და მეორე სერვერს აყენია აქ რა, მოხრის ადგილებში. მე თუ მინდა რომ ორბალს ავხსნა, უნდა ორბალს ფეხს ავხსნა, გადაადგილდეს რაღაც 2 მმ მაღლა და 2 მმ წინ. ამისთვის ლოგიკურად უნდა გადავუთვალო ეს ყველაფერი სერვოებს გრადუსებში. ამისთვის გამოიყენება ეს ტექნოლოგია, რაც ქვია Universe Kinematica. დიდებულ ხელმძღვანელობებს არა რობოტებიც აწყობს, იქაც გამოიყენება. პროსტა ალგორითმი არის მარტივი, რომელსაც გადაყავს ორგანზომილებიანი x, y რაღაც კოორდინატები ამ კუთხეებში ალფა და ბეტაში, რომელსაც მე სერვოებს აძლევ და სერვო ენდება იმ კუთხეზე, რომელსაც სჭირდება. ამაზე არის დაშენებული მე მთლიანი სიარულის ლოგიკა. ეს არის ყველაზე ესეთი საინტერესო ნაწილი ამ რობოტში, რაც იყო. კიდევ მეორე საინტერესო ნაწილი გარდა ელექტროობისა და მექანიკური ნაწილის, რომელზეც ცალკე ვისაუბრებ, იყო ერთოსის გამოყენება. იდეაში ამ რობოტს არ ჭირდებოდა არაფერში. მაგრამ
გვინდოდა რომ რაღაც ინდივიდუალიზმი დაგმატებიან, დავამატეთ ის LED თვალები, რომლებიც იცვლება სიარულის მოდელთან მიხედვით. და მომიწია რომ მეორე ფორზე გამიშვა იგი. ანუ ADS-ისა ორი გრიფი. და თვითონ ყველაფერი რაც როგორც ეხება ერთ გრიფზე არის გაშვებული და თვალებია მეორე გრიფზე გაშვებული. ანუ ერთოსანაც მომიწია შეხება მიუხედავად იმისა რომ ცოტა მაიმუნობა გამოვიდა თვალები, მაგრამ ხო ან ეგეთ რაღაცებს გამოვლენ. მექანიკურ ნაწილსაც შეხება ესე იგი ძირითადად CNC მაშინინგი არის გამოყენებული, ხები ხისგან არის გაკეთებული, ეხლა შეღებილია შავად და დიდად არის, ხო ხისგან არის გამოჩართული, ამისა კონსოლი. აი ესეთი ხებია ქვედან მხარე მაგალითად. აქ ის ძრავი, აქ სეროს ალუმინის ის ყენდება ნაწილი და მე შავადაა პროსტა შეღებილი. ზედა და ქვედა корпуსის ნაწილი არის გაკეთებული R4-ისგან ლადერსისგან აკეთებენ და სამი მოდელები არის ეს ნაწილები გვერდზე. რა ფიზიკურ მეტი სასაუბრო ხარακτერი არ არის, განხერხი ხარ აშვები. ჩართეკო. ეს ხო ეს მე იმართება ეს მატრიცები. კი. რა თქმა უნდა, საფრის. იმიტომ რომ მოუდებს რომ ცვლი თვალებიც იცვლება. რას გულისხმობ? ნახოთ. აი, ვიცა სიარულზე როგორი სხვანაირად. რა ჩამოსვლოდის. What the dog doing? არა, ეხლა მიყვები ხორში. ოპა. ესე იგი. ხუთი წამიდილე. ეხლა, ოკეი, ურტი ჩაივთ. ეხლა. აი. ადგა და თვალები შეიცვალა. სასაყვარელია. ანუ, ეხლა ჩვეულებრივად ძრავი შეეულია სიარული. ო, ამის დაიმირსება და გვაქვს და. მოკლედ, ჩვეულებრივად ტრიალებს. ეხლა იქ შევატრიალებ. და ას. ოკეი. და ეს არის სიარული. ამ ბორნებსაც ახმარს, ხო? კი, ბორნებს ახმარს. ანუ თავიდან ორიგინალ ვერსიაში აუ აქ ნუხზე ძალიან ითრებს ფერს. კი, მას. აუ ბეტონზე ძალიან კარგად არის. და რო დაჯდება ესეც არის. და გინები ხათქო თვალებს. როცა დადის გაბრაზებული სახე. და ეკი შევატრიალებ. არ უყარს. და ასე და შეტევაზე გადადის. ვისა ასე. ხო რა. ნოხზე ცოტა ერთფერს ითრევს დატრიალებისას, იმიტომ რომ კიდე აქ, ანუ პირველი მოუდი არის სიარული და თუ რაღაცაზე უნდა აძურეს, აქვს კიდე მეორე, რომელიც უფრო იმართება აღარ ჩანს, ხო? შევ, აი ეს რაც კიბის მომდევნო თუდი. აი. ხო რა, ვიგა რა. მოკალი.